მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. დღევანდელ გადაცემას დავიწყებთ ახალციხის მუნიციპალიტეტით, სადაც მოსახლეობა ამბობს როგორც სოფლებში, ასევე ქალაქში დაზიანებულია საავტომობილო გზები და შეკეთება საჭიროებს. ერთ-ერთია თაბუკაშვილის ქუჩა, სადაც მცხოვრებლები გვეუბნევიან, რომ წლებია საავტომობილო გზა ასეთ მდგომარეობაშია. როგორც კადრებში ხედავთ, საავტომობილო გზა დაზიანებულია, განსაკუთრებით კი საკანალიზაციო ჭებთან. აქ მცხოვრებლები გვეუბნევიან, რომ გზა ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წელია. აქვთ თუ არა პრობლემის შესახებ ინფორმაცია, იგეგმება თუ არა და რა თანხად გზის რეაბილიტაცია. ვკითხეთ ახალციხის მერიას. უწყებიდან პასუხის მიღებას ველოდებით. ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს. კვლავ ახალციხე და კვლავ საავტომობილო გზები. ამჯერად გთავაზობთ, თუ რამდენს ხარჯავდა წლების განმავლობაში ახალციხის მერია საავტომობილო გზების გაწმენდისთვის იმ ფონზე, რომ მოსახლეობა გაუწმენდავი გზის გამო ხშირად წუხს. მაგალითად, გასულ 2024 წელს ახალციხის მერიამ გზის თოვლისგან გაწმენდისთვის 30,000 ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია მითითებული, რომელიც მერიამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით მოგვაწოდა. ამავე დოკუმენტის მიხედვით მუნიციპალიტეტის მერია 2022 წლიდან სახელმწიფო შესყიდვებით აღარ ყიდულობს თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოებს და მას მუნიციპალური IP ახალციხის სერვის ჯგუფი ახორციელებს. ჩვენ აღნიშნული ინფორმაცია 2024 წლის 17 დეკემბერს. მას შემდეგ გამოვითხოვეთ, რაც ახალციხეში თოვლის გამო საავტომობილო გზები და ტროტუარები არ იწმინდებოდა და მოსახლეობის თქმით გადაადგილების საფრთხეს ქმნიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეორე დღეა არ გვაწვდის ინფორმაციას. დაინტერესდა თუ არა და დაიწყო ძიება ზარზმის მამათა მონასტრის ხელმძღვანელის ნიკოლოზ გეწაძის საქმეზე, რომელსაც რამდენიმე პირი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს და სხვადასხვა წყაროს ცნობით მას დროებით მღვდელმსახურობა შეუჩერდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის გასარკვევად ჩვენ გუშინაც და დღესაც დაუკავშირდით, თუმცა აქ მხოლოდ ის გავიგეთ, რომ მოიკითხავდნენ. შეუჩერდა თუ არა მსახურების უფლება ნიკოლოზ გეწაძეს. ამის დადგენას ჩვენ 3 იანვრიდან ვცდილობთ. მას შემდეგ, რაც დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ჩვენ გეწაძეს 8 იანვარს ვესაუბრეთ, სადაც ყველაფერი უარყო. მას შემდეგ იგი ჩვენს არებს არ პასუხობს. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ, ვრცელი მასალა იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე და Facebook გვერდზე. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვართან 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია სეისმიური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, ბიძგები დასახლებიდან 5 კილომეტრში დაფიქსირდა. ბორჯომის მერიაში გვეუბნევიან, რომ მიწისძვრას არაფერი დაუზიანებია. თუ დღეს დედაქალაქში ავტობუსით იმგზავრებდით, აუცილებლად გაიგებდით ამ ხმას. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. გამარჯობა საქართველო, საქართველოს ჰიმნი. ეს ხმები მუნიციპალური ავტობუსების გადახდის აპარატებიდან გამოდიოდა. თბილისის მერიის განცხადებით, სავარაუდო კიბერშეტევის გამო გადახდის აპარატები გათიშეს და სანამ პრობლემა არ მოაგვარეს, მგზავრობა უფასო იყო. მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი მოინახულებს ქარიშხლით და ხანძრებით დაზიანებულ ქალაქებს, მათ შორის ლოს-ანჯელესს, სადაც ამ დრომდე მიმდინარეობს ხანძარი. ვცლად გიტოვებთ სტუდია ვაშინგტონს. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TalkTV-წერტილი-G და Facebook გვერდს TalkTV. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ.
რიჩარდ და ბუშრა მაუზერები დაბრუნდნენ იმის სანახავად, რაც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ მათი მშვენიერი სახლი იყო ლოს-ანჯელესის გარეუბან ალტადენაში, სადაც 25 წელი იცხოვრეს. თითქმის შეუძლებელია იქ მისვლა და რამის პოვნა. როდესაც რამის პოულობის უბრალოდ დამდნარია. ყველა ლითონი ერთმანეთშია შემდნარი. იქ მაღალი დონის აუდიო აპარატურა მქონდა და ვფიქრობდი შეიძლებოდა რაღაც ნაწილი გადარჩენილიყო, რაღაც თუნდაც ნაწილობრივ მთელი. მაგრამ რაც უფრო მეც ვეძებ, ხვდები რომ ყველაფერი ერთ გადამდნარ ჯართად იქცა. მაუზერები ადგილობრივ სასტუმროში გაჩერდნენ, იმედოვნებენ რომ დაზღვევა სახლის ხელახლა აშენებაში დაეხმარება. ახლა უბრალოდ გაურკვევლობაში ვცხოვრობთ, უბრალოდ ჩვენი დანაკარგის გააზრებას ვცდილობთ, რადგან ჯერ კიდევ შოკში ვართ და ვერ ვიჯერებთ. ყოველ დილით იღვიძებ და ფიქრობ, იქნება სიზმარი იყო, ახლა სახლში დავბრუნდები, მაგრამ მე აქ მოდიხარ და რეალობას ხედავ. ცეცხლი ალტადენაში ხოზე ველასკესის სახლამდე არ მივიდა, ამიტომ მან და მისმა ოჯახმა მეზობლებისთვის შემოწირულობის შეგროვება დაიწყეს. ის ამბობს, რომ ბოლო 12 დღეში დახმარების მისაღებად სულ ცოტა 400 ადამიანმა მიაკითხა და აქვთ შეგრძნება, რომ ისინი მიტოვებულები არიან. მთავრობისგან დიდი დახმარება ისედაც არ გვინახავს. მხოლოდ თემის წევრები ეხმარებოდნენ ერთმანეთს. მერი ჩვენთან არ მოსულა. სულ არაფერი მოხდა. გვაქვს შეგრძნება, რომ ამ ვითარებაში მიტოვებული ვართ. ეს ყველაფერი მხოლოდ თემისგანაა. ლოს-ანჯელესის მერი კარენ ბასი წყნარი ოკეანის პალისეიდის ზოგიერთ ადგილს ეწვია, როგორც ინსტაგრამის ამ შეტყობინებაში ჩანს, მისი შენიშვნით, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელახლა ავაშენოთ და ლოს-ანჯელესელები შინ დავაბრუნოთ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის საინაუგურაციო მიმართვაში ხანძარზე ადგილობრივი ხელისუფლების რეაქცია გააკრიტიკა და თქვა, რომ ლოს-ანჯელესის ხანძრები ჯერ კიდევ მძვინვარებდა დაცვის თუნდაც სიმბოლური მინიშნების გარეშე. კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომის ვებგვერდი ამბობს, რომ შტატის ლიდერმა ცეცხლთან საბრძოლველად რამდენიმე ზომას მიმართა, მათ შორის იყო ბრძანება მეხანძრეების სამხრეთ კალიფორნიის სტრატეგიულ ადგილებში ხანძრებამდე წინასწარ განელაგებინათ და საგანგებო ვითარების საპასუხოდ 16,000-ზე მეტი მეხანძრე და სხვა პერსონალი გამოეყვანათ. ამ დროს ახალი ჰიუზის ხანძარი 4 შაბათს ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით მთებში დაიწყო. სწრაფად გაიზარდა და 31,000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. შესაძლოა სამხრეთ კალიფორნიაში მისთვის ასე საჭირო წვიმა მალე მოვიდეს, რომელსაც ტყის ხანძრების ჩაქრობა შეეძლება, მაგრამ ამასთან ერთვის პოტენციურად ტოქსიკური ფერფლის ნიადაგში და წყალში ჩარეცხვის შიში.